გაბავა ვარ. ნავთობის ფასი გლობალურ ბაზარზე ახლო აღმოსავლეთის ომამდელ ნიშნულს უბრუნდება, ბრენტიც და WTI-ის ბენჩმარკიც დაახლოებით 30%-ით არის შემცირებული მიმდინარე თვეში. მიუხედავად გუშინ ირანის მიერ ჰორმუზის სრუტეში სინგაპურის დროშით მცურავ გადამზიდავ გემზე მიტანილი ერიშისა, ნავთობის ფასი დღეს დილასაც დაეცა 2%-ით. ამ დროისთვის ბარელი ბრენტი $74 ახლოს ივაჭრება, ხოლო WTI ფიუჩერსები $70 ახლოს. 4 თვიანი შეჩერების შემდეგ მუშაობა განაახლა საუდის არაბეთის რასთანურას გადამამუშავებელმა ქარხანამაც, სადაც გუშინ 2 სუპერტანკერის ჩატვირთვა დაიწყო და მოლოდინშია კიდევ ერთი მედიის ინფორმაციით. მიუხედავად იმისა, რომ ახლო აღმოსავლეთში გაურკვევლობის დონე კვლავ მაღალ ნიშნულზეა, ბაზარი თითქოს ნორმას უბრუნდება. ნავთობის ფასის დაღმასვლამ გააჩინა მოლოდინი, რომ საწვავი საქართველოშიც გაიაფდება. იმპორტიორები ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ ამბობდნენ, რომ გაიაფებული ნავთობი უახლოეს დღეებში აისახებოდა საწვავის ფასზე საქართველოში, თუმცა ამ დროისთვის ტაბლოები ჯერჯერობით ფასის კლებას არ აჩვენებს. რატომ აგვიანებს საწვავი გაიაფებას, როდიდან უნდა ველოდოთ ფასის კლებას? ანზორ ტუსაშვილი უნდა შემოგვერთდეს დეტალებით და შეფასებებით. ანზორ გისმენთ. საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასი მკვეთრად ეცემა, თუმცა ჩვენს ბენზინგასამართ სადგურებზე ისევ მზარდი ფასები ნარჩუნდება. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე განცხადებების ფონზე ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობის ფასმა დაღმასვლის ტენდენცია აჩვენა. თუმცა ეკონომისტებიც და საზოგადოების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ადგილობრივ ბაზარზე ორკვირიანი მარაგების ზღაპარი ისევ გრძელდება. ანუ, როდესაც საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობი მცირედით ძვირდება, კომპანიები საწვავის გაძვირებას მყისიერად იწყებენ. თუმცა, როცა ნავთობის ფასი მცირდება, ისევ კომპანიები აცხადებენ, რომ 2-3 კვირა მაინც სჭირდებოდათ, რომ ფასი შეამცირონ, რადგან მარაგები ძვირად აქვთ ნაყედი. აქვე ისმის კითხვა, ვიდრე ნავთობი გაძვირდებოდა, მარაგებიც ხომ იაფად იყიდეს იმ პერიოდისთვის და რატომ აძვირებენ მეორე დღესვე. იმპორტიორები ამ ამბავსაც რამდენიმე მიზეზით ხსნიან, თუმცა მანამდე შევხედოთ გრაფიკს. დღეს ბრენტის ტიპის ნავთობი $70 ივაჭრება, ერთ თვეში თითქმის 27%-ზე მეტით გაიაფთა. ნავთობის გაძვირება ირანის საომარი ვითარების დაწყების დღესვე დაიწყო. უკვე 9 მარტისთვის პიკსაც მიაღწია და ბრენტის ტიპის ნავთობი $120-დაც ივაჭრებოდა. რაც შეეხება უკვე რუსული იურალის მარკის ფასს, ამჟამად $60 ივაჭრება, ერთ თვეში 34%-ით შემცირდა. პიკური ფასი $125 იყო და პიკურთან შედარებით 46%-ითაც გაიაფთა უკვე დღეს. ფასი შემცირდა WTI-ის ბენჩმარკზეც, გრაფიკზეც ხედავთ, რომ დღეს $69 ფარგლებში ივაჭრება და ერთ თვეში ფასი თითქმის 26%-იან ვარდნას აჩვენებს. რაც შეეხება ჩვენს ბაზარს, ბრენტის ტიპის საწვავა, როდესაც 9 მარტს პიკს მიაღწია, რიგ სადგურებზე საწვავი 2-დან 12 თეთრამდე გაძვირდა. 18 თეთრით იმატმა ფასმა დიზელზეც. საერთო ჯამში მარტიდან დღემდე საწვავი თითქმის 60-65 თეთრით გაძვირდა, დიზელი კიდევ უფრო მეტად, ფასმა თითქმის 1 ლარი და 20 თეთრით მოიმატა. კომპანიები ფასის ზრდას ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვას და საერთაშორისო ბაზრის ტენდენციებს მიაწერდნენ. თუმცა ამჯერად, როცა საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობი ტონაზე თითქმის $100-150-ით გაიაფთა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ბაზარზე მინიმუმ 20-25 თეთრით უნდა იაფთებოდეს. რატომღაც ასე არ ხდება? მიმდინარე კვირას 10 თეთრით გაიაფთა დიზელის ფასი, ვინაიდან დიზელი უფრო სწრაფად და მეტად გაზვირდა ვიდრე ბენზინი. კომპანიები ამჯერად აცხადებენ, რომ ბენზინზე ფასის შემცირება რამდენიმე დღეში დაიწყება. ასე აცხადებდნენ წინა კვირასაც, თუმცა ზუსტ პერიოდზე ვერც ამჯერად საუბრობენ. როდესაც გაძვირება დაიწყო, მაშინაც ზუსტად იგივე იყო, რომ ჩვენთან გაძვირება 2-3 კვირის მერე დაიწყო. ბირჟაზე გაძვირებული იყო ფასი და ჩვენთან 2-3 კვირის მერე დაიწყო ფასის მამატება და იგივე არის გაიაფების შემთხვევაში. რა თქმა უნდა, შეიძლება ბირჟაზე გაიაფთა ფასი იწევს პრომოც, მაგრამ აუცილებელია გაიაფებული ყიდვა და შემოტანა და ასახვა მერე მომხმარებლებს. მაგალითად, ევროდიზელის საწვავი უკვე 10 თეთრით გაიაფთა და მომდევნო დღეებშიც ვარაუდობთ კიდევ კლებას. ეხლა ამ ეტაპზე მიჭირს კონკრეტული ციფრების დასახელება. მუდმივად ხდება ახალჯო და ახლის შევსება მუდმივად ყოველდღიურ რეჟიმში. წინა კვირაში ჩვენ გავაკეთეთ 10 თეთრით უკვე შევამცირეთ დიზელის ფასი. ეს ტენდენცია გაგრძელდება, როდესაც ციფრებს ვერ გეტყვით. კომპანიების ნაწილი აცხადებს, რომ საერთაშორისო ბირჟაზე ფასის შემცირება ადგილობრივ ბაზარზე ზოგადად თითქმის 10-14 დღის შემდეგ ისახება. თუმცა ამ ეტაპზე მათი ნაწილი ამბობს, რომ მარაგების შედარებით დიდხანს გახვათ, გამომდინარე იქიდან, რომ ფასების მატების შემდეგ რეალიზაცია შემცირდა. ეს დაეთყო იმპორტის სტატისტიკასაც. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით მიმდინარე წლის მაისში დიზელის საწვავის იმპორტი 18%-ით შემცირდა. ამ პერიოდში იმპორტის მოცულობა 47,000 ტონა იყო. საერთო ჯამში კი იანვარ-აპრილში 525,000 ტონა ნავთობისა და
ნავთობპროდუქტების იმპორტი ჰქონდა, რაც წლიურად 6.6%-ით შემცირებაა. და ამის მიუხედავად სატრანსპორტო საკითხების ექსპერტები ბაზარზე არსებულ უცნაურ ტენდენციებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ კომპანიები ორმაგი სტანდარტებით თამაშობენ და მომხმარებლის ხარჯზე მარჟას ზრდიან და ეს პროცესები დროში იწედება. ანუ თუ კი ნავთობის ფასი 1%-ით მაინც იზრდება, მყისიერად ზრდება საწვავი, თუმცა როცა წინა თვესთან შედარებით 26%-ით დაეცა ფასი, ჩვენთან თუნდაც პრემიუმის საფასური, რომელსაც აქტიურად მოიხმარენ, 3 ლარი და 73 თეთრიდან 3 ლარი და 77 თეთრის ფარგლებში მერყეობს უკვე თითქმის ერთი თვეა. ექსპერტები არ გამორიცხავენ კორუფციულ გარიგებას ნავთობ გიგანტებსა და ოცნების გუნდს შორის, ვინაიდან რაც უფრო დიდხანს რჩება საწვავზე მაღალი ფასი, მით უფრო მეტი მილიონი შედის ბიუჯეტში 18%-იანი DRG-ის სახით. ნებისმიერი ლიტრა ბენზინიდან ან დიზელიდან, რომელსაც მოიხმარს საქართველოს მოქალაქე, მომხმარებელი, 18% წილი მიდის საბიუჯეტო შემოსავლებში. ამიტომ მათ ერთი მხრივ შეიძლება ჰქონდეთ რაღაც გარკვეული ირიბი ინტერესიც, შეიძლება იყოს კორუფციული გარიგება, კარტერული შეთანხმება იმპორტიორ კომპანიებთან, მაგრამ უშუალოდ ცხადი და ინტერესება არის საბიუჯეტო შემოსავალი, ამიტომ შეთანხმებულად ნავთობიმპორტიორი კომპანიები და ხელისუფლება ფაქტობრივად ძარცვავენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს და მაშინ როცა საწვავი 30 და 40 თეთრით მინიმუმ უფრო იაფი უნდა ღირდეს, დღეს აი ამ ზემოგებაზე ამუშავებენ იმ კომპანიებს, რომელი კომპანიებიც შემდეგ სავარაუდოდ გარკვეულ ინტერესებში იმყოფებიან ხელისუფლების სხვადასხვა შტოებთან. ფაქტია, ნავთობი იაფდება და ეს ჩვენს ბაზარზე უკვე ერთი თვე არის ახება, რაც საზოგადოებისთვის და ბიზნესისთვის წნეხია. როგორც იცით, ბიზნესი მომსახურებისა და პროდუქციის გაძვირებას სწორედ საწვავის გაძვირებით ხსნის. ეს ფაქტორი ჰორმუზის სრუტის შაკეტის შემდეგ უფრო აქტიურად გამოიგოთა. რომ არა ირანის საომარი ვითარება, ოცნების გუნდი გეგმავდა, რომ პროდუქტებისა და მედიკამენტების გაიაფების შემდეგ საწვავის ფასსაც მიხედავდა. თუმცა როგორც ნახეთ, იმ მთავრობამ, რომელსაც რეგიონში ნომერ პირველი ეკონომიკური ზრდა აქვს, ამ ეკონომიკურ ზრდაში აღმოჩნდა, რომ საზოგადოებას ფასდაგდებული პროდუქტების სკალათა და 53,000 ლარიანი საიტი სჭირდება ამ პროდუქტებზე ინფორმაციის მისაღებად. რაც შეეხება საწვავს, კომისიაზე გამოითქვა მაშინ მოსაზრება, რომ ფასების შემცირების რესურსი თვითმომსახურების სერვისების დანერგვაშია. თუმცა ჯერჯერობით მოსაზრებად დარჩა. ისევ საერთაშორისო ფასებს უყურებთ და ამ ფასების შემცირების მიუხედავად ჩვენ ისევ ძვირად ვასხამთ საწვავს. მადლობა ანზორ, ეს იყო ანზორ ტუსაშვილი, რომელმაც გაგვაცნო თუ როგორია მოლოდინები საწვავის ფასთან დაკავშირებით საქართველოში, ფონზე, როდესაც გლობალურ ბაზარზე ნავთობის ფასი დაღმასვლას აჩვენებს, ჯამში ერთი თვის განმავლობაში დაახლოებით 30%-ით არის შემცირებული, როგორც ბრენტის ტიპის, ისე WTI-ის ბენჩმარკის ნავთობის ფასი. საუბარი უნდა გავაგრძელოთ მოლოდინებზე, ოღონდ ამჯერად ხორბლის სექტორში, წელსაც ისევე როგორც გასულ წლებში მეხორბლე ფერმერები მარცვლეულის მოსავლის აღებას კვლავ პრობლემების ფონზე იწყებენ. მათი მთავარი პრობლემა ძირითადად კვლავ იმპორტია და ამ ფონზე ფასი, რომელსაც წისქვილ კომბინატების თავაზობენ და ადგილობრივი ფერმერებისთვის ეს ფასი არც ისე სახარბიელოა, როგორც თავად ამბობენ. წელსაც როგორც შარშან ფერმერები 200,000 ტონა ხორბლის აღებას ვარაუდობენ, თუმცა შარშანელმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ეს პროგნოზი როგორც წესი არ გამართლდა. მოლოდინებზე საუბარს სტუმართან ერთად გავაგრძელებთ, როგორც ხორბლის ისე ფქვილის ნაწილში. ლევან სილაგავა ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორია ჩვენთან სტუმრად. მოგესალმებით, მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმარი. როგორი სიტუაცია დღევანდელი გადასახედიდან და როგორი მოლოდინებია იმ ფონზე, როდესაც ახლოვდება მოსავლის აღების პერიოდი? მოგესალმებით ანა, მივესალმებით თქვენ ტელემაყურებლებს. სიტუაცია არის რეალურად ის, რომ როგორც სტანდარტულად ხდება მოსავლის აღების პერიოდში რეგიონალურად და მსოფლიოში, წელს არის საკმაოდ მაღალი მოსავალი. შესაბამისად ეს იწვევს წნეხს, დაწოლას ფასებზე, იმიტომ რომ ძველი მოსავლის მარაგების გამოსვლა ხდება საცავებიდან და პლუს კიდე ახალი მოსავალი ამას ემატება და შესაბამისად დაახლოებით სანამ ეს ყველაფერი დაბინავდება და გასწორდება, დაახლოებით ამ თვენახევარი 2 თვის განმავლობაში სავარაუდოდ ფასებზე იქნება წნეხი. საქართველოს ბაზარს რაც შეეხება თავისთავად ცხადია, თვითონ ბაზარი სწორდება ხოლმე იმპორტირებული ანალოგიური ხორბლის ხარისხის ფასთან მიმართებაში და ეს ფორმირება დღესდღეობით თუ შევხედავ არის დაახლოებით ფასის მხრივ თუ ავიღებთ სასურსათო ხორბალი დაახლოებით 60 თეთრის ფარგლებში არის შეთავაზება და ჯერ არ დაწყებულა ეს
მაგრამ წინასწარი პროგნოზი არის ეს ყველაფერი. ანუ ჩვენც ამ ნიშნულზე ვართ დღესდღეობით და აქედან მიდის მერი ათვლის წერტილი არის ეს ნიშნული და შესაბამისად ამისთვის ვემზადებით ჩვენ. ეხლა შტაბი ტრადიციულად იქნება პირველი სხდომა ალბათ უახლოეს მომავალში განიხილება, სადაც იქნება მემარცვლელების წარმომადგენელი, ანუ ფერმერები, ჩვენ წისქვილ კომბინატები, პურის წარმოებლები, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეგიდით არის ეს ყველაფერი და თვითონ მიმდინარეობის პროცესში თავისთავად ცხადია, იქ იქნება ის გამოწვევებზე ლაპარაკი, როგორ შეიძლება, რა შეიძლება გაკეთდეს, ვის რა ვთქვათ, პრობლემები აქვს, გამოწვევები ექნება და შესაბამისად, ამის მიხედვით შემდგომ შეიძლება უფრო სწორად დაიგეგმოს თვითონ მოსავლის აღების და ჩაბარების თემები. თუმცა ჩვენ მზად ვართ, უახლოეს მომავალში ჩვენს Facebook ვებგვერდზე გამოქვეყნდება ტრადიციულად იმ წისქვილ კომბინატების სრული კონტაქტები, რომელიც ჩაიბარებენ ხორბალს და შესაბამისად, ეს პროცესი ფაქტიურად როგორც ჩარშან გამჭვირვალე იქნება. 60 თეთრი ახსენეთ, როგორ ფიქრობთ საბოლოო ჯამში, როდესაც უკვე დაიწყება მოსავლის აღება, ჩაბარება, როგორ დარეგულირდება ფასი, ან რა მოქმედებს დღეის გადასახედიდან ფასის ცვლილებაზე? 60 თეთრის ფარგლები ვახსენე, მე ისიც მესმის, რომ თქვენ რაც ანონსში ბრძანეთ ფერმერებს გამოწვევა აქვს, იმიტომ რომ საკმაოდ თქვათ ძვირი დაუჯდათ შარშანდელთან შედარებით, ის თქვათ კომპონენტები, რომლებიც საჭიროა დათესვიდან მოყვანამდე, თუმცა ჩვენ სწორდებით კიდევ ერთხელ ვამბობ და გამოწვევის მიზეზი ეს არის, რომ სოფლიო ბაზრიდან გამომდინარე მე რეგიონალურად იმპორტირებული ხორბალი შემოდის იმ ფაზზე, იმიტომ რომ სამწუხაროდ მარტო ქართული ხორბალი როგორც ესეთი არ იფქვება მიქსი ხოლმე და შესაბამისად ქართული ხორბლის და იმპორტირებული ხორბლის მიქსი გამოდის თქვათ ხვილად და აქედან გამომდინარე თვითონ შეთავაზებაც ეს არის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია აგრეთვე რომ ჩვენ შარშანაც ჰქონდათ შეთავაზება, რომ თუ თქვათ ვინმე გადაწყვეტს რომ დღეს ფასი არ აწყობთ, ეს ფასი რომელიც შეთავაზებულია, ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ თქვათ მათ დასაწყობება ამ ხორბლის და იმ პერიოდში გაყიდვა, როდესაც მათ თქვათ ექნებათ უფრო ხელსაყრელი პირობები, მაგრამ ეს თვითონ გადასაწყვეტია თვითონ ინდივიდუალური ფერმერის თუ კომპანიისათვის, როდის გაყიდოთ ეს ყველაფერი და რა მიმართულებით თქვათ წავიდეს ამ შემთხვევაში. ახლა ბაზარს თუ გადავხედათ, კიდევ ერთხელ ვამბობ, დღეს წნეხი არის ბაზარზე, მოსალოდნელი, თუმცა როდესაც მოსავალი დაბინავდება და შემდეგ ტრადიციულად შეიძლება ოდნავ წამოიწიოს და ჩვენ ხოლმე ეხლა ფაქტიურად მარკეტინგული წლის დასაწყისი გვაქვს, ანუ მოსავლიდან მოსავლამდე პირველში იწყება ჩვენი წელი და შესაბამისად თუ ჩვენ ორად გავყოფთ ამ წელიწადს, ანუ 6 თვიან ჭრილში, ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეხლა იქნება დაბალი ფასები, შემდეგ შეიძლება ფასები ოდნავ წამოწიოს. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის პროგნოზი და პროგნოზიდან გამომდინარე ვამბობ ამას, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილება თვითონ უნდა მიიღოს ინდივიდუალურმა ფერმერმა და კომპანიამ, რომელსაც თქვათ ხორბალია და მის რეალიზაციას ფიქრობს. თუმცა მეორე საკითხი ფასის გარდა, როდესაც თქვენ აღნიშნეთ, რომ შევთავაზებთ და თუ თქვათ ეს ფასი არ აწყობთ და ასაწყობონ და მომდევნო პერიოდში, როდესაც ფასი უკეთესი იქნება, მე გაყიდონო შარშანდელ მოსავალთან მიმართებაში თუ ვიმსჯელებთ, მაგალითად შარშანდელი მოსავალიც ხო იყო ნაწილი შენახული. პრობლემა სწორედ ის არის, რომ რა დროს არ უნდა მოვიდეს საინტერესო აღარ ხდება ეს მოსავალი, იმის გამო რომ ხარისხთან დაკავშირებითაც აქვთ წისქვილ კომბინატებს ამ შემთხვევაში შენიშვნა როგორც ხვდებით და მაშინ სად არის გამოსავალი ამ მხარეებს შორის, როდესაც ერთი მხარე ფასით უკმაყოფილოა და მეორე მხარე ხარისხით? კი ბატონო, ნახეთ, ანა ერთმანეთს დაასახლეთ 200,000 ტონა ხორბალი, ის იყოფა ორ ნაწილად. ანუ ეს არის სასულსათო და არასასულსათო. 200,000 ტონა, ნამდვილად 200,000 ტონა საბოლოო ჯამში თუ რამდენს ვიღებთ შარშანდელი გამოცდილება? კი ბატონო,
კარგი კითხვა არის სხვათა შორის, იმიტომ რომ ეს 200,000 ტონა, როდესაც დაანონსებულია, ზოგადად თვითონ მეთოდოლოგია დათვლის არის, ცოტა ზედაპირული, იმიტომ რომ აქ არის ლაპარაკი თვითონ მოხნული ფართობების რაოდენობაზე, რაც არის სტატისტიკის დეპარტამენტის მიხედვით 50,000 და შესაბამისად, მერე გამრავლებულია ეს საშუალო მოსავლიანობაზე და კიდე რაღაც კორექტირებია დამატებული. შესაბამისად, ეს დაანონსების შედეგად ჩვენ წინა 3 წელი ვნახეთ შტაბის ფარგლებში, რომ ჰიპოთეტურად რომ დაუშვათ, რომ 200,000-დან ნახევარი იყო საფურაჟე და ნახევარი წისქვილ კომბინატებს უნდა მიიღოთ, ანუ 100,000. ჩვენი ასოციაციის წისქვილ კომბინატებმა მიიღენ მხოლოდ 30-35,000 ტონა ხორბალი. ხა დანარჩენი აქტიურად რაღაცნაირად აღრიცხვაში არ არის და ჩვენ რაღაც ინიციატივები გქონდა ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი, რომ სწორი დიდი სურათი გქონდეს. უბრალოდ ეხა ფერმერებს არ აქვთ იმის ვთქვათ მოვალეობა სტატისტიკის დეპარტამენტს ჩააბარონ, ვთქვათ მოსეული ხორბლის რაოდენობა, მოსალოდნელი და ასე შემდეგ და ცოტა სტატისტიკა არეულია. შესაბამისად ფართო სურათს ჩვენ ვერ ხედავთ, ჩვენ კი არა სახელმწიფოს ვერ ხედავს და ვარაუდი არის იმისი, რომ გარკვეულწილად ბრუნვაში რაღაც რომელიღაც წისქვილები არ მონაწილეობენ. ეს შეიძლება მათი ბრალი სრულად არ არის, იმიტომ საკანონმდებლო ვთქვათ ხვრელები არის დატოვებული და შესაბამისად ეს წისქვილები ფაქტურად ქმნიან იმასაც, რომ ისინი უფრო იაფად იბარებენ ვთქვათ ხორბალს და ისინიც წნეხს აკეთებენ ვთქვათ ფასებზე და შესაბამისად ფერმერებსაც მნიშვნელოვანია, რომ ესმოდეთ, რომ ამ ასეთი წისქვილების მუშაობა ფაქტურად ფასს მათთვის აფუჭებს. შესაბამისად ამის მოწესრიგება და ჩვენი ინიციატივები, რომლებიც მიმართულია მაგალითად პირველი ის, რომ ხვილის სავალდებულო მარკირება იყოს შემოღებული იმისათვის, რომ გაკონტროლდეს ეს ყველაფერი და ბრუნვაში მოიქცეს მთლიანი წისქვილები, ანუ დაუკვირვებელი ეკონომიკაზე მაგ ლაპარაკი მათ შორის ჩვენს დარგში და შესაბამისად ეს საკმაოდ ეფექტური იქნება და გამოასწორებდა მდგომარეობას. ამ შემთხვევაში გვექნებოდა სრული სურათი და სრული სურათიდან გამომდინარე გამოწვევებზე პასუხი იქნებოდა უფრო ადვილი, როგორ გავაკეთოთ და რა გავაკეთოთ. ასე რომ ჩვენი ეს ვთქვათ შეთავაზება ინიციატივა სახელმწიფოსადმი ძალაშია და საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს ჩვენი მხრიდან ეს ყველაფერი და ეხა ფინანსთა სამინისტროშია გაჩერებული ეს ჩვენი შეთავაზება და ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში თუ გადაწყდება ეს ყველაფერი, სასიკეთო ძვრები იქნება მათ შორის ჩვენ დარგში, წისქვილ კომბინატების მოწესრიგებაში, მათ შორის ბიუჯეტის შენატანები საკმაოდ გაიზრდება, იმიტომ რომ ბრუნვაში შემოვა ეს წისქვილები და თვითონ ღირსეულ ანაზღაურებასაც მიიღებენ იმასთან შედარებით, რა დღესაა შეთავაზებული ფასამიმართებაში ჩვენი ფერმერები. ანუ კომპლექსია ეს ყველაფერი და ჩვენ ახლა პირველ სხდომაზე ალბათ ამ საკითხს კიდე ერთხელ წამოვწევთ და პრინციპში ახლა მე ამ რამოდენიმე დღის წინ ველაპარაკე თვითონ სოფლის მეურნეობის მინისტრს კონტაქტი ჰქონდა და შესაბამისად მან მითხრა, რომ ძალიან აქტიურად მუშაობს ფინანსთა სამინისტროსთან, სრულად გვიჭერს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ გამოწყებაში ხარს და ვფიქრობ, რომ ძალიან საშუალია, რომ უახლოეს მომავალში ეს ყველაფერი გაკეთდეს. ან თქვენი მოლოდინია, რომ ეს შეიძლება უახლოეს მომავალში მაგალითად ამ სეზონზე? მოლოდინი და სურვილი გვაქვს და გვინდა რომ ძალიან მალე იყოს. თუ ეხლა არ იქნება ვთქვათ უახლოეს მომავალში რო გაკეთეს, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეხლა ეს მაყურებლისთვის რომ ადვილი წარმოსადგენი იყოს, დაახლოებით სისტემა ეს მარკირება არის შემდეგნაირი, აი როგორც ალკოჰოლ და ალკოჰოლ სასმელებშია ხოლმე და ნიშანდება ხდება და შესაბამისად შესული თითო ტომარა ფქვილი, თვითონ პურის ქარხანა იქნება თუ საცხობში, უნდა იყოს გარკვეულად მარკირებული, ანუ ეგრეთ წოდებული სტროჩკა უკეთდება და შესაბამისად მარკირების გარეშე თუ არ არის ფქვილი, ეს ნიშნავს, რომ ის ბრუნვაში არ მონაწილეობს და შესაბამისად ეს კონტროლის ძალიან კარგი მექანიზმი არის, იმიტომ რომ მე მესმის, რომ ვთქვათ, გარკვეულ წისქვილებს რაღაც საკანონმდებლო კიდევ ერთხელ ვამბობ ხრელები აქვს, ანუ მცირე წისქვილებზეა ლაპარაკი, თუმცა როდესაც პრობლემები იქნება ქვეყანაში, მათ შორის ფასთან მიმართ
მიმართებაში, სასურსათო უსაფრთხოებასთან მიმართებაში ყოველთვის ჩვენ პარტნიორებად გამოდივართ ასოციაციის წევრი წისქვილები, რომლებიც საკმაოდ მძლავრები ან დიდები არიან, თუმცა ეს სიმძლავრე და სიდიდე თქვათ ქმნის იმას, რომ ჩვენ გვჭირდება თქვათ სწორი კონკურენციის პირობები, იმიტომ რომ მეტი ხორბალი გადაუმაშავებთ თბილად, რომ გარკვეული მოგებას ჰქონდეთ და იმ ადამიანებს ხელფასები გადაუხადეთ ბიუჯეტის შემოვიდა. ანუ ჩვენი ბრუნვა უნდა იყოს დიდი, რომ შესაბამისად თქვათ გარკვეულად სწორი ოპერირება ჰქონდეს და ეს პატარა წისქვილები, რომლებიც თქვათ მე დავასახელე და ფაქტურად ბრუნვაში ნაკლებად მონაწილეობენ ამ სისტემიდან ამოვარდნილები არიან და ძალიან მნიშვნელოვანი აგრეთვე წისქვილების რეესტრის შექმნა საქართველოში. ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ, აღენებული გვაქვს ეს საკითხი და ეს რეესტრი საშუალებას მოგცემს და ყველა წისქვილი იყოს პასუხისმგებელი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ჩვენი დარგის მიმართულებით, მათ შორის პურისპასთან მიმართებაში, სასურსათო უსაფრთხოების, მარაგების თემაში და ხორბლის ჩაბარების თემაში. თორე გამოდის რომ ხოლმე როცა პრობლემები იქნება ასოციაციის წისქვილ კომბინატებს აქვს მთლიანი დატვირთვა ამ მიმართულებით და პასუხისმგებლობა და ნუ სამწუხაროდ მაშინ ეს პატარ-პატარა წისქვილ კომბინატები, რომლებიც თითქოს პატარები არიან, მაგრამ სინამდვილეში დიდ რაოდენობაში საკმაოდ ძლავრ თქვათ პროცესს ქმნიან მთლიანი ბაზრის, იქ თქვათ არ მონაწილეობენ ამ პასუხისმგებლობის აღებაში, მათ შორის ფასთან მიმართებაში, მარაგების შექმნის მიმართულებაში და სხვა მიმართულებებში. ფქვილის ნაწილშიც რომ ვისაუბროთ, როგორია მოლოდინები წელს, იმის გათვალისწინებით თქვათ რა პროგნოზიც გაქვთ, რა მოსულობის ხორბალს ჩაიბარებთ ადგილობრივი ფერმერებისგან, რა წილი ექნება იმპორტირებულს და როგორი ფასებია საერთაშორისო ბაზარზე, რა მოლოდინია ფქვილის ფასთან მიმართებაში, იმიტომ რომ მაგალითად გასულ პერიოდში ჩვენ ნახეთ, რომ არა ფქვილის გამო, მაინც და მაინც უფრო მეტად სხვა ფაქტორების გამო, მაგრამ პური გაძვირდა, იყო ესეთი რაუნდი შესაბამისად, რამდენად უნდა იყოს მოლოდინი, რომ ფქვილის ფასი შესაძლოა კიდევ ერთხელ აღმოჩნდეს ამ გაძვირების მიზეზი. უახლოეს თვეების განმავლობაში ეს სრულად გამორიცხულია. მე იმასაც გეტყვით, რომ თვითონ მაგალითისათვის 4 თვის წინათ ერთი ტომარა პირველი ხარისხის ფქვილი ღირდა 60 ლარი, 50 კილოგრამიანზე მაქვს ლაპარაკი, დღეს ღირს 50 ლარის ფარგლებში. ანუ ფქვილის ფასის კლება მოხდა 10 ლარით ერთი ტომარა. დღეს ანუ კიდევ ერთხელ გამეორდები, ერთი ტომარა ფქვილის ფასი ღირს 10 ლარით დაკლები, ვიდრე ეს ღირდა დაახლოებით 4 თვის წინ. შესაბამისად ეს კლება გამოწვეული იყო ამ ხორბლის დიდი მოსავლის მოლოდინით და წნეხით და შესაბამისად ჩვენ სრულად მივყევით ამ თქვათ ტენდენციას. თუ დღესდღეობით ეს ფასი არის და შესაბამისად ის რომ ეს ფასი დაბრუნდეს იგივე 60 ლარზე, იქ უკვე ნაგულისხმებია ის პურის ფასი, რომელიც თქვათ დღესდღეობით დგას თვითონ ქსელებში იქნება ქვეყანაში თუ ასე შემდეგ. ნუ რაც შეეხება უკვე შემდგომ პერიოდს, კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ მე და ჩვენ ვყოფთ ხოლმე თვითონ წელს 1 ივნისიდან 1 ივნისამდე, პირველი 6 თვის განმავლობაში წნეხი იქნება და ფასი უკან წამოვა, მაგრამ არის კომპონენტები, რომლებიც ალბათ მომავალში საკმაოდ სერიოზულად იმოქმედებს თვითონ ფასებთან მიმართებაში. ეს არის ძირითადად სასუქების გაძვირება მსოფლიო ბაზარზე, რომელიც მიმულია ჰორმუზის სრუტის პრობლემებთან, იმიტომ რომ სასუქების დიდი ნაწილი გადაადგილდებოდა ჰორმუზის სრუტის მიმართულებით. დღეს თითქოს რაღაც ზრები არის, მაგრამ ეს უკვე დაგვიანებულია, მსოფლიოს ვერ მიეწოდა ის სასუქების დიდი რაოდენობა, ის რაოდენობა უпростоლეთ, რომელიც ჭირდებოდა. ბევრმა ფერმერმა მსოფლიო მასშტაბით თავისი არჩევანი გააკეთა არა ხორბლის მიმართულებით, ანუ დათესვის თემასთან, ახალი მოსავლის თემასთან, ახალი ანუ დათესვის თემასთან დაკავშირებით ლაპარაკობ, არამედ უფრო ზეთოვან კულტურებზე, რამაც შეამცირა ფაქტიურად ჰექტარიანობა მსოფლიოში და შესაბოსალოდელი ჰექტარიანობა და ნუ კიდე ერთი რომ როდესაც სასუქები არ შედის, ეს იმას ნიშნავს, რომ მოსავლის რაოდენობაც უფრო ნაკლებია, იმიტომ რომ სიძლიერე ნაკლებია. შესაბამისად, ნუ გამოწვევები ალბათ იქნება უკვე მეორე ნახევრი და ახალი წლის შემდეგ და ჩვენ პრინციპში სახელმწიფოს ამის შესახებ გავაფრთხილეთ კერძო სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმის კურსია, რომ შემდგომისთვის შესაძლებელია იყოს გარკვეული გამოწვევები მსოფლიო მასშტაბით და მათ შორის საქართველოში. აქედან გამომდინარე ჩვენ ამისთვის უნდა მოვემზადოთ წინასწარ პრევენციისთვის.
არა, ნუ აქ ჩვენ მუშა პროცესი მუდმივად გვაქვს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და შესაბამისად, ნუ თავისთავად ცხადია, ეს მნიშვნელოვანია, რომ წისქვილ კომბინატებიდან გამომდინარე იყოს სწორი მუშაობა, იმიტომ რომ წისქვილ კომბინატები ქმნიან, იცით, თქვენ არაერთხელ გვითქვია მარაგებს, მათი მუშაობა სრულად უზრუნველყოფს სასურსათო უსაფრთხოებას, ჩვენ ჯაჭვი გვაქვს ეგრეთ წოდებული ადგილზე ხორბალი გზაში და ახალი კონტრაქტი პლუს ქართული მოსავალი ემატება ახლა და შესაბამისად ეს არის მნიშვნელოვანი ბერკეტი იმისათვის, რომ ვიცობა და ნუ სავარაუდოდ კიდევ ერთხელ ეს პროგნოზი არა მარტო ჩემი, არამედ მსოფლიო ანალიტიკოსების, მომავალი ახალი წლიდან მატება მოხდეს ფასების, დარტყმისებული ფასების ეფექტი, რომ ავიცილოთ თავიდან გჭირდება აუცილებლად მარაგები და მარაგებს უზრუნველყოფს კიდე წისქვილები. ამიტომ გჭირდება ჩვენ რომ მოწესრიგდებს ბაზარი უფრო აქტიურად და შესაბამისად წისქვილებს მიეცათ საშუალება იმისათვის, რომ იმუშაოთ სრული დატვირთვებით, რა თქმა უნდა, ვინც კონკურენციაში სწორად არის წარმოდგენილი და ამის გასწორების კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან სწორი მექანიზმი არის, რომ მარკირება მოხდეს ფქვილის ქვეყანაში და რეესტრი შეიქმნას თვითონ საქართველოში წისქვილ კომბინატების, რომ მიკვლევადობა და გამჭვირვალობა იყოს. და ნუ პურის ფასთან მიმართებაში მინდა კიდე ერთი-ორი სიტყვა ვთქვა. პურის ფასთან მიმართებაში ჩვენი ინიციატივა ისევ ძალაშია და ძალიან მინდა რომ ვთქვათ, ეგ იქნება თვითონ რომელიმე კერძო ვთქვათ კერძო კომპანია კლებითი, რომელიც აკეთებს ხოლმე ინდექსებს, პურის ინდექსის თემა ძალიან გვინდა რომ იყოს საქართველოში შემოსული, იმიტომ რომ ძალიან ხშირად არის და ნუ ეს გამოწვევა თუ დადგება ახალი წლის შემდეგ, რატო ვთქვათ ფასები იცვლება პუნქტთან მიმართებაში, რისგან იცვლება. ჩვენი დაკვირვებით ახლა დღეს მაგალითად ვამბობთ, რომ აი ფქვილი ვთქვათ გაიაფებულია, სხვა ინგრედიენტები თუ გაძვირებულია, მათ შორის ელექტროენერგია, მათ შორის საწვავი, მათ შორის გაზი, სამუშაო ხელფასები, მაგრამ ნუ ყოველთვის როცა ლაპარაკი მიდის, ძალიან ზოგადად არის ლაპარაკი ხოლმე, რადგან პური არის აუცილებლად ფქვილიდან გამომდინარეა და ძალიან გვინდა რომ ეს ინდექსი იყოს, მათ შორის ნუ ეს შეიძლება სტატისტიკის დეპარტამენტმა გააკეთოს, იმიტომ რომ ხორბლის ფქვილიდან გამომდინარე მაგალითისათვის ხაჭაპურის ინდექსი არ იძლევა აბსოლუტურად იმ თქვა მიმართულებას ფქვილის ინგრედიენტებთან მიმართებაში, რაც რეალურად არის, იმიტომ რომ იქ მონაწილეობს უმაღლესი კატეგორიის ფქვილი, რომელიც რეალურად დიფერენცირებულად ძვირდება ხოლმე და მის ხარჯზე იაფი არის პირველი ხარისხის ფქვილი, რომელიც პურში მონაწილეობს. ამიტომ ძალიან სწორად არის განსაზღვრული ეს ყველაფერი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს თქვა ჩვენი არაერთხელ გაჟღერებული გააკეთოს რომელიმე ან კვლევითმა ორგანიზაციამ ან სტატისტიკის დეპარტამენტმა, რომ ყველამ ვიცოდეთ რატო ხდება ფასების ცვლილება და რისგან არის ეს ყველაფერი გამოწვევა. კი ბატონო, იმედია. ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან სტუმრად, მადლობა რომ გაგვიზიარეთ. მადლობა თქვენ. ლევან სილაკავა, ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გახდათ. ჩვენ სტუმარი საუბრობდით მოლოდინებზე იმ ფონზე, როდესაც ხორბლის მოსავლის აღება იწყება. და ბოლოს ტრადიციულად დაგიტოვებთ ტექნოლოგიურ სიახლეებს და აქვე დაგემშვიდობებით. ერთმანეთს შევხვდებით ორშაბათს 16 საათსა და 20 წუთზე. და ბოლოს საინტერესო თემებით დაგებრუნდებით. იქამდე სასიამოვნო უქმეებს გისურვებთ, ასევე აუცილებლად უყურებთ ტექნოლოგიის სიახლეებს. დროებით. Samsung-ი შემდგომი 10 წლის განმავლობაში 650 მილიარდამდე დოლარის ექვივალენტის სამხრეთ კორეული ვონის ინვესტირებას გეგმავს. იმ მიზნით, რომ ხელოვნური ინტელექტის ჩიპების წარმოება და მასთან დაკავშირებული ბუმი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დრაივერად აქციოს. სხვადასხვა წყაროების ცნობით, კომპანია ახალი საინვესტიციო გეგმის შესახებ მომავალ კვირას განაცხადებს.